შემადგენლობაში ეს ფეხბურთელი, რომელმაც უკვე დაიცაუბრებს ატონი როცხილძე გითხარით, გეტყვით იმასაც, რომ ეს მესამე მატჩია ტურის, ორი მატჩი გუშინ გაიმართა, აქ საფრთხო ეპიზოდი ჩაწოდება და პირველი სახის ტორპედომ დაამარცხა დინამო თბილისი. აი კიდევ ერთ საფრთხო ეპიზოდი და პენალტი შეხვედრის მეოთხე წუთზევე გიზო მამაგეიშვილთან უხეშის თამაშის გამო ხელი კრა და ეს ერთპიროვნული ბომბარდირი ნახოთ. საჯმა უნდა მისცეს, ჯერ უფლება შეასრულეს პენალტი, ბუნებრივია მას ესაუბრებიან ვარის ოთახიდან, გურგენიძეს მისცა მითითება, რომ დადგეს კარში და აქედან გამომდინარე ჩავთვალოთ, რომ დანიშნულია პენალტი და შეხვედრის მეხუთე წუთზე იური ტაბატაძე, ლაშა გურგენიძე მის წინააღმდეგ ნახოთ გამორბენი დარტყმა და 1-0 ანგარიში გახსნილია. შეხვედრის მეხუთე წუთზე იბერიამ გაიტანა და ეს არის მეხუთე გოლი იური, მეხუთე გოლია. საერთო ჯამში 37 გოლი გაიტანა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. მეორე პენალტია მისი ზუსტად შესრულებული, მე-6 ტურში მან კოლხეცად გაუტანა 11 მეტრიანი და 5 გოლი. ხედავთ, საგარეჯოს ფეხბურთელები ერთ ხაზზე, საჯარიმოს ხაზზე დგანან. მაღალი ჩაწოდება, თავით ჩაწოდება დარტყმა გადმოვარდნილ ბურთზე შედგა, მაგრამ ქარდავას დარტყმა არაზუსტი კარშის დაარტყა, ან კარის მიმართულებით ჩააწედოს, იქვე არის სილაგაძეც და ეს ორი ფეხბურთელი. ორივეს შეუძლია რა თქმა უნდა შესრულება და ვნახოთ. მე მაინც ჯინჯოლავა დაარტყავს. დაარტყა და მეკარე მაიღო დამატებაზე, შემდეგ უკვე მცველები გადაეღომნენ. 3 გელაშვილი, 5 ჯინჯოლავა, 7 ტაბატაძე, 8 ქარდავა, 10 სილაგაძე, 11 მამაგეიშვილი, 24 აგიაკო, აი საფრთხო იერიში გარეჯის ფეხბურთელების დაარტყა და ეს საკმაოდ საფრთხო დარტყმა იყო ფრანსუა ეკონგოლოსი, რომელიც არ არის გასაგებია, ძალიან დიდი ძალით იცავენ სტუმრები თავს და ჯერჯერობით კარგადაც აკეთებენ ყველაფერს. იბერია ცდილობს, მაგრამ მეტი ფანტაზია ალბათ საჭირო. ახვლედიანი ჩაწოდება საჯარიმოში, თავით დარტყმა და მეკარე იღებს. წავიდა ბურთი კი კარის მიმართულებით და დარტყმა და ანგარიში მაინც შეიცვალა. მე მგონი გელაშვილია გატანილი გოლის ავტორი. 99 წუთზე იბერიას ფეხბურთელებმა შეძლეს. ნახოთ აქ განმეორებით ჩაწოდება. კი, გელაშვილს მიუხედავად იმისა, რომ ხელითაც იჭერდნენ, არაძლევდნენ მას საშუალებას, საგოლე პასი ალბათ სიხარულიძეს ეკუთვნის, აქ ცოტა რთული გასარჩევია, მაგრამ ის ფაქტი, რომ გელაშვილმა შეუცვალა ზუსტად მე-12 წუთია და გოგობერიშვილი, მოედანზე შემოსული ფეხბურთელი ჩააწვის ბურთს საჯარიმოში. ყველა ფეხბურთელი ერთ ხაზია ფაქტიურად განლაგებული საჯარიმოსი. აქ მეკარე გამოდის და გასაგებია ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ თამაში დასრულდა იმ გუნდის წაგებით, რომელმაც ეს ჯარიმა შეასრულა. მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ ვერ იტყვის იმაზე, რომ